თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. რა ხდება სასამართლო სისტემაში, როგორ უნდა ხდებოდეს თავმჯდომარეების არჩევა, რა შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს მოქმედ ნორმებთან დაკავშირებით და რა ფუნქცია და როლი აქვს დღეს სასამართლოს თავმჯდომარეებს. სწორედ ამ შეკითხვებზე ვეცდებით პასუხი მივიღოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მართლმსაჯულების პროექტის ხელმძღვანელისგან. ეკა ციმაკურიძეა დღეს ჩვენი სტუმარი. მსმენელს შეუძლია დარეკოს ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 და სხვა შეკითხვა, ან გამოთქვა თქვენი მოსაზრება. რამდენად კმაყოფილი ხართ დღეს სასამართლოს თავმჯდომარეების მუშაობით და თვლით თუ არა, რომ მათ უნდა გქონდეთ ეს უფლება-მოვალეობები, რაც დღეს აქვთ. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ქალბატონო ეკა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი. ინტერაქტივისთვისაც დავსვი ესეთი შეკითხვა, რომ უნდა სარგებლობდეს თუ არა სასამართლოს თავმჯდომარემ. მე არ ვიხმარ სიტყვას პრივილეგია, მაგრამ ალბათ გარკვეულწილად თანამდებობას რაღაც პრივილეგიებიც მოსდევს თან. თქვენი აზრით, მე ვიცი, რომ თქვენ განსხვავებული პოზიცია გაქვთ მოქმედ ნორმებთან დაკავშირებით. რა არ მოგწონთ დღევანდელი სასამართლოს თავმჯდომარეების? მოგესალმებით თამნა, მივესალმები მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ძალიან დიდი მადლობა, რომ არის საშუალება ვისაუბროთ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ნიშნულოვანი საკითხი სასამართლო სისტემისთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, თუ როგორი სასამართლოს თავმჯდომარეები გვყავს ჩვენ, როგორი უფლებამოსილებებით და ძალიან ბევრი თემისგან შედგება ეს საკითხი და არის პრობლემური. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები დღეს ქართულ სასამართლო სისტემაში არიან მძლავრი ფიგურები. რა იგულისხმება ამაში? მათ აქვთ ძალიან ფართო უფლებამოსილებები. ისინი დღეს სასამართლო სისტემაში აღიქმებიან როგორც სხვა მოსამართლეების უფროსი მოსამართლეები, ასე ვთქვათ. დირექტორები, ასე ვთქვათ. რაც არ უნდა იყოს, ეს არის ასე ვთქვათ დადგენილი, მათ შორის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი, რომ სასამართლოს თავმჯდომარე არ არის სხვა მოსამართლის უფროსი. სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა ერეოდეს სხვა მოსამართლეების საქმიანობაში, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეს არის სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობის საკითხი. სამწუხაროდ დღეს საქართველოში და უკვე წლებია ასე არის, ძალიან ბევრი კითხვა არის სასამართლოების თავმჯდომარეების და მათი გავლენების შესახებ სასამართლოს სისტემის შიგნით. ჩვენ გვსმენია ალბათ ბევრჯერ, რომ მაგალითად როგორ მოხვდა ესა თუ ის საქმე ამა თუ იმ მოსამართლესთან, როგორ დაეწერა ამა თუ იმ მოსამართლეს ესა თუ ის საქმე, როგორ გადაეწერა ამა თუ იმ მოსამართლეს ესა თუ ის საქმე. ეს საკითხიც მათ შორის არის დაკავშირებული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებთან. ასევე ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რა ურთიერთობა აქვს სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. აქაც ჩვენ შემდეგ ალბათ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო სრულად ვისაუბროთ ამაზე. იკვეთება ტენდენცია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეიძლება ასეთი მდგომარეობა გქონდეს სისტემაში, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭო ნიშნავს თავმჯდომარეებად მხოლოდ ისეთ ადამიანებს, ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც მისთვის სუბიექტურად არიან მისაღები და ამით ცდილობს, ასე ვთქვათ, გააჩინოს შუალედური რგოლი სასამართლო სისტემაში, რომლის მეშვეობითაც გნებავთ გააკონტროლებს სხვა მოსამართლეებს ან პროცესებს სასამართლო სისტემაში. გნებავთ გავლენას მოახდენს კონკრეტულ საქმეებზე და ასე შემდეგ. ასე რომ პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ უკვე წლებია, ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების პირობებშიც და იქიდან მოყოლებული რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭო არსებობს თუ კანონი არსებობს სასამართლოების შესახებ, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა სასამართლოების თავმჯდომარეების შესახებ. ეს კითხვები სწორედ იმიტომ არსებობს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები დღეს მართლაც არიან ისეთ ფიგურები, რომელთაც შეუძლიათ
გავლენა მოახდინონ ასე ვთქვათ არასათანადო გავლენა მოახდინონ მოსამართლეებზე თუ სასამართლო სისტემაში პროცესებზე. მოახდინონ თუ ახდენენ, აი ეს შეკითხვა მებადება ყოველთვის. ანუ გაქვთ თუ არა რაიმე მსგავსი არგუმენტი იმისთვის, რომ თქვათ, რომ ეს არის პრობლემა ქვეყნისთვის. შეიძლება სარგებლობს რაღაც უფლებამოსილებით, მაგრამ არ ერევა, როგორც არც ერთი თავმჯდომარე სასამართლოს ალბათ იტყვის, რომ მე არ ვერევი, მოსამართლე არის დამოუკიდებელი, ის იღებს თვითონ გადაწყვეტილებას. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა ერევა რეალურად დღეს თავმჯდომარე? დიახ, საინტერესო კითხვა, პასუხი ამაზე არ არის მარტივი, ალბათ დაგჭირდება მტკიცებულებები, რომ ვთქვათ, რომ ნამდვილად ერევა, მაგრამ გვაქვს გარკვეული კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს ასე არის. მაგალითად, რუსთავი 2-ის ძალიან გახმაურებული საქმე სააპელაციო ინსტანციაში თავდაპირველად დაეწერა ერთ შემადგენლობას მოსამართლეების, ანუ 3 მოსამართლეს, რომელსაც უნდა განეხილა ეს საქმე. შემდეგ უცებ 3-ვე მოსამართლე შეიცვალა და საქმის განხილველ მოსამართლებად დაინიშნა სრულიად სხვა 3 მოსამართლე. ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს და მოვითხოვეთ ამის შესახებ ინფორმაცია, იმიტომ რომ ვიცით, რომ თავმჯდომარე ანაწილებს სასამართლოში საქმეებს და მივიღეთ ძალიან ბუნდოვანი პასუხი. გვითხრეს, რომ იმ შემადგენლობის თავმჯდომარე მოსამართლე, იმ 3-დან ერთ-ერთი მოსამართლე იყო შეუძლო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნაწილი მის წარმოებაში არსებული საქმეებისა გადაეწერა სხვა მოსამართლეებს. ნაწილი რას გულისხმობს გაუგებარია, იმიტომ რომ თუ შეუძლოდი იყო, არ ვიცი, რა ნაწილი გადაეწერა, რა ნაწილი არ გადაეწერა, ეს როგორ გაკეთდა, რა თქმა უნდა, ყველაფერში უნდა იყოს გამჭვირვალობა. ეს იყო ერთი პრობლემა, დანარჩენ 2 მოსამართლეზე გვიპასუხეს, რომ ვიცით რა, არ არსებობს შემადგენლობის განსაზღვრის წესი სასამართლოს შემადგენლობის და ამიტომ არ გვაქვს ამაზე პასუხი რეალურად. დანარჩენი 2 კი ბატონო, ერთი შეიცვალა, მაგრამ დანარჩენი 2 რატომ შეიცვალა, ეს დარჩა გაუგებარი. ეს პირდაპირ მიანიშნებს სისტემურ პრობლემაზეც, რომ კანონის დონეზე საერთოდ არ არის მოწესრიგებული, როგორ უნდა ნაწილდებოდეს სასამართლოში საქმეები და ჩვენ გვეუბნება საერთაშორისო სტანდარტები ამის თაობაზე იმას, რომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს საქმეთა განაწილება. მსგავსი რამ ქართულ სასამართლო სისტემაში არ ხდება. თავმჯდომარე არის აბსოლუტურად თავისუფალი, აიღოს ერთი საქმე და გადააწეროს სხვა მოსამართლეს, ან მაგალითად სპეციალიზაცია შეუცვალოს მოსამართლეს და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი სამოქალაქო სამართლის საქმეს იხილავს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მოსამართლე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მტკიცებულებებით შეიძლება ვერ ვიტყვით, მაგრამ ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ოფიციალური პასუხებიც კი, რაც ჯერ მხოლოდ კანონის ფორმულირება რომ ავიღოთ, ხო, იმდენად ფართოა საქმის განაწილების დისკრეცია თავმჯდომარეებზე გადაცემული, რომ ეს არ შეიძლება ამას ვინმე არ ხედავდეს და ვერ აგვარებდეს. ხო, მარტივად არის გასაწერი კრიტერიუმები, რა შემთხვევაშია თავმჯდომარე უფლებამოსილი გადააწეროს მოსამართლის საქმე და რა შემთხვევაში არა. ეს სისტემა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავმჯდომარემ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს, გარკვეული მოლაპარაკებები აქვს, წინასწარ იცის ამა თუ იმ მოსამართლის პოზიცია, ეს ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუ თქვენ ამის ეჭვი გაქვთ დღეს და აქედან გამომდინარე შესაძლოა შეცვალოს და ლოიალურად განწყობილი ამ შემთხვევაში მისთვის სასურველი განაჩენის მიმართ მოსამართლე დანიშნოს. აი თუნდაც თქვენ ახსენეთ ტელეკომპანიის საკითხი და ამაზე გაქვთ ეჭვი, ანუ შეცვალა იმიტომ, რომ კონკრეტული მოსამართლე გაატარებდა მის ინტერესს, კონკრეტული მოსამართლე არ გაატარებდა. პირველი ეჭვი, როდესაც ასეთ ვითარებაში რაც ჩნდება, არის სწორედ ეს, რომ რა დაინტერესება უნდა ჰქონდეს თუნდაც სასამართლოს თავმჯდომარეს ან კონკრეტულ მოსამართლეს, რომ არასათანადოდ განიხილოს, ასე ვთქვათ, საქმე, ან მოექცეს გავლენის ქვეშ, თუ კი ამას ვინმე არ დააძალებს, ხო? ანუ ლოგიკურად ასეა. თუ არ არსებობს ზეწოლა, თუ გავლენა, მაშინ ინტერესიც არ არსებობს, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, კანონით მოუწესრიგებელი წესით მოხდეს საქმის დაწერა. პირველი წესი არის ის, რომ ანბანური თანმიმდევრობით ვისაც უწევს საქმის, ანუ შესული საქმის დაწერა, იმ მოსამართლეს უნდა დაეწეროს, ანუ ვისი ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით სიაში ვინც ხდება, მაგრამ ამას რომ გადაუხვიო ამ წესს,
უნდა არსებობდეს რაღაც კონკრეტული ინტერესი, ხო? ისე წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ იქნება ვინმე სასამართლო სისტემაში დაინტერესებული, რომ რაღაცა ახალი გზა მოიფიქროს და ჩამოართოს ერთი საქმე მოსამართლის გადასცეს სხვა. დღევანდელი თემა არ არის, თუმცა უნდა გკითხოთ ამ სტუდიაში არაერთხელ დასმულა საკითხი თავმჯდომარეებთან და საქმის განაწილების პროცესთან დაკავშირებითაც. ხშირად მიმდინარეობს, რომ სასამართლო სისტემაა გადატვირთული, თუმცა ამ სტუდიაში ვსაუბრიათ, რომ სასამართლო სისტემა კი არ არის გადატვირთული. არსებობენ კონკრეტული მოსამართლეების კატეგორია, ვისაც აძლევენ ძალიან ბევრ საქმეს განსახილველად, ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც შეიძლება 1, 2, 3 და მათთან შედარებით 50%-ით ნაკლები განიხილონ. ესაც თავმჯდომარე განაგებს ამ ყველაფერს და თვითონ მოსამართლისთან დაკავშირებით ესაც პრობლემა ალბათ, ხო? მუშაობთ 2 მოსამართლე, გვაქვს შესაბამისი ანაზღაურება, მე მაქვს პროცესზე და ვიღაცას აქვს 2 თვეში ერთხელ პროცესი, ანუ პირობითაც ვსაუბრობ, ეხლა რა თქმა უნდა. დიახ. აბსოლუტურად სწორად დასმული საკითხია, იმიტომ რომ მუდმივი პრობლემა რაც არის, ერთ-ერთი არის ის, რომ თავმჯდომარეების, სასამართლოების თავმჯდომარეების უმეტესობა არ იხილავს საქმეებს. სასამართლოს თავმჯდომარე პირველ რიგში არის მოსამართლე და ის უნდა იხილავდეს საქმეებს, მაგრამ წლებია უკვე ქართულ სასამართლო სისტემაში დგას ეს პრობლემა და ამ პრობლემაზე საუბრობდა უზენაეს სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარეც დანიშვნის დღიდან, რომ სასამართლოს არსებობენ პრივილეგირებული მოსამართლეები, ანუ სასამართლოს თავმჯდომარეები, რომლებიც არ იხილავენ არც ერთ საქმეს წლების განმავლობაში. ამას ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, ყველა თავმჯდომარეზე რეგიონებში შეიძლება განსხვავებული ვითარება, იმიტომ რომ იქ ისედაც სასამართლოებში ცოტა არის რაოდენობა მოსამართლეების და ეხლა 3 მოსამართლიდან ერთმა რო საქმე არ განიხილოს, უკვე კატასტროფაა, მაგრამ დიდ სასამართლოებში განსაკუთრებით სადაც ბევრი დავა არის, განსხვავებული მრავალფეროვანი დავებია და ასე შემდეგ, თბილისის სასამართლოებში, სააპელაციო ინსტანციებში, დიდი ქალაქების სასამართლოებში ამ სასამართლოების თავმჯდომარეები როგორც წესი საქმეებს არ განიხილავენ. ეს პრობლემას წარმოადგენს როგორც სასამართლოს ეფექტური მუშაობის კუთხით, ისე ამ თავმჯდომარეების, ასე ვთქვათ, ფიგურის გაძლიერების კუთხითაც. საერთაშორისო დონეზე აღიარებულია და ევროსაბჭოს რეკომენდაციებიც ამას ამბობს, რომ აუცილებელია თავმჯდომარე იხილავდეს საქმეს პირველ რიგში, იმიტომ რომ ის იყოს თანაბარ მდგომარეობაში თავის, ასე ვთქვათ, სასამართლოში მომუშავე სხვა მოსამართლეებთან და სხვა მოსამართლეებმა თავი არ იგრძნონ, ისე თითქოს თავმჯდომარე არის მათი ზემდგომი. და შემდეგ უკვე მოდის ეფექტიანობის საკითხი, რომ იმ სასამართლოში შეიძლება არ იყოს იმის ფუფუნება, რომ თავმჯდომარე არ იხილავდეს საქმეს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის პრობლემა, დღესაც არის ამის პრობლემა და ეს სხვას არაფერს არ აკეთებს სასამართლო სისტემაში, გარდა იმისა, რომ აძლიერებს თავმჯდომარეს არასათანადოდ, ასე ვთქვათ, აძლიერებს თავმჯდომარის ფიგურას. ან სასამართლოს თავმჯდომარე რეალურად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მოსამართლეების უფლებებს არ ღვევს. ხო, რაღაც დოზით ასე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ სხვა, ანუ ერთადერთი გამართლება, რასაც ასახელებენ ხოლმე, როცა თავმჯდომარე არ იხილავს საქმეებს, არის ის, რომ მას აქვს ძალიან ბევრი მენეჯერული ფუნქცია. კი, ამ სტუდიაშიც იყო საუბარი, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობდა, რომ მას მენეჯერული ფუნქციები ჰქონდა ძალიან ბევრი. დიახ, თუმცა ეს არ არის გამართლება. ევროსაბჭოს სტანდარტებიც გვეუბნება ამას, რომ გასაგებია, რომ თავმჯდომარე შეიძლება მოსამართლეობის გარდა სხვა ფუნქციებიც ჰქონდეს, ამიტომაც არის ის თავმჯდომარე, მაგრამ უნდა დაბალანსდეს, არ შეიძლება საერთოდ არ იხილავდეს თავმჯდომარე საქმეებს, არამედ იმის მიხედვით, პროპორციულად თქვათ, რამდენი რაოდენობის ფუნქციაც აქვს მას მენეჯერული კუთხით, პროპორციულად უნდა შემცირდეს საქმეების განხილვის ვალდებულებაც, თუმცა საერთოდ რომ არ იხილავდეს თავმჯდომარე საქმეებს, ეს არის წარმოუდგენელი. გარდა ამისა, ჩვენთან ის პრობლემაც არის, რომ თავმჯდომარეს სასამართლოებში, ყველა სასამართლოს ყავს მენეჯერი, ცალკე თანამდებობა არის სასამართლოს მენეჯერი, რომელიც ძალიან ბევრ ადმინისტრაციულ თუ მენეჯერულ ფუნქციას ითავსებს. არის ეს დაკავშირებული აპარატის ხელმძღვანელობასთან, ვთქვათ, იქ
კონკრეტული სასამართლოს მართვასთან, მატერიალური რესურსების გამოყენებასთან და მართვასთან, ანუ ძალიან ბევრი ტექნიკური საკითხი, რაც შეიძლებოდა რომ სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონოდა, გადაცემული აქვს სასამართლოს მენეჯერს. შესაბამისად, მაქსიმალურად არის შემცირებული, ასე ვთქვათ, ასეთი ტექნიკური საკითხებისგან მაქსიმალურად არის თავმჯდომარე განთავისუფლებული და ასეთ ვითარებაში მით უმეტეს გაუმართლებელია, როდესაც თავმჯდომარე არ იხილავს საქმეებს. ანუ სავარაუდოდ მე თქვენი საუბრიდან ფართო უფლებამოსილების მქონე სასამართლოს თავმჯდომარე ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები მუდმივად იქნება სასამართლოს სისტემის მიმართ. რეკლამა და რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. რა უფლებებით უნდა სარგებლობდეს მაშინ სასამართლოს თავმჯდომარე იმისთვის, რომ თითქმის საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა იცის ამა თუ იმ სასამართლოს ვინ თავმჯდომარეობს და შეიძლება ითქვას, რომ ასოცირდებოდნენ წლების განმავლობაში უსამართლო სასამართლო პროცესებთან. იმისთვის, რომ არ მოხდეს, იმისთვის, რომ გატარებული რეფორმების ტალღები, რომელიც დაანონსებულიც იყო 2012 წლამდე, რომ სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური გავლენებისგან, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და როგორ გავათავისუფლოთ მოდით თავმჯდომარე თუნდაც ზედმეტი უფლებამოვალეობებისგან, რომელიც რაღაც ვალდებულებებსაც ითვალისწინებს და როგორ დავიცვათ ამ შემთხვევაში უკვე მოსამართლეები, ამაზე განვაგრძოთ საუბარი. რეკლამა და რამდენიმე წუთში უბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დაგვირეკეთ ნომრებზე 292 11 88 292 11 89 ან მოგწერეთ მისამართზე კანონი @radio-imedi.g. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ დღევანდელი სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მართლმსაჯულების პროექტის ხელმძღვანელი ეკა ციმაკურიძე საუბრობთ სასამართლოს თავმჯდომარეების საკითხთან დაკავშირებით. როგორ გავათავისუფლოთ სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარეები ამ შემთხვევაში დამატებითი უფლება მოსილებებისგან, რომ მათი პერსონების მიმართ არ ხდებოდეს უკვე კითხვის ნიშნები, თუნდაც თქვენ ამბობთ, რომ მტკიცებით ფორმაში ვერ ისაუბრებთ, თუმცა დასვით რამდენიმე აქცენტი, თუნდაც მოსამართლეების შესვლასთან დაკავშირებით და ამით უკვე გარკვეული ეჭვი გაქვთ და ეჭვის საფუძველიც უჩნდება მე თქვენი საუბრიდან საზოგადოებას, რომ შესაძლოა რომელიმე თავმჯდომარე გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს გარკვეული ჯგუფისას ატარებდეს. ეს თემა არ არის ახალი საქართველოსთვის და ალბათ 100% დამოუკიდებელი სასამართლოც რო გქონდეს, მაინც იქნება კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ ძიმე მემკვიდრეობა აქვს ქვეყანას საკმაოდ ამ მიმართულებით, ჩემი გადმოსახედიდან. ამიტომ აი რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებიც გარკვეულწილად გავათავისუფლოთ ამ ძიმე ტვირთისგან და მოსამართლე იყოს მარტო საქმესთან გასვლის დროს. პირველ რიგში მიმართულებით არის გასაკეთებელი ის, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება, რაც არის კონცენტრირებული და ეს სიტყვა ზუსტად მიესადაგება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს სასამართლო სისტემაში, უნდა რაღაცა ფორმებით და ეს ფორმები არის უკვე ცნობილი, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, ამაზე ბევრია ნამუშევარი. თავმჯდომარეების კონცენტრირებული ძალაუფლება უნდა, ასე ვთქვათ, განეიტრალდეს. ეს პირველ რიგში არის მმართველი ხელისუფლების პასუხისმგებლობა, კანონში არის განსახორციელებელი მთელი რიგი ცვლილებები, კანონი არის ამ მხრივ ძალიან ხარვეზული და წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოების კანონმდებლობა ყოველ წელიწადს 3-ჯერ ან 4-ჯერ იცვლებოდა, შედიოდა ცვლილებები. ეს ეხება როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში, ისე ამ ხელისუფლების პირობებშიც, უფრო მეტიც ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლო სისტემაში სამი ტალღა ჩატარდა რეფორმის, ასე ვთქვათ, არა უბრალოდ კანონის ცვლილებები, არამედ რეფორმები დაერქვა ამ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, რეალურად რასაც სჭირდებოდა რეფორმირება და სადაც იყო პრობლემა მოსაგვარებელი, ის ისევ დარჩა მოუგვარებლად. ანუ ეს იყო პიარი? არაეფექტურად განხორციელებული რეფორმა, მოდი ასე დავარქვათ. შეიძლება პიარიც, არ ვიცი. კონკრეტულად რა საკითხები საჭიროებს მოწესრიგებას? ეს არის ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს არ ჰქონდეთ ძალიან ფართო დისკრეციული უფლებამოსილება საქმეთა განაწილების კუთხით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. კანონმა უნდა დაავალოს თავმჯდომარეს, რომ თუ კი ის ასე ვთქვათ, სხვა მოსამართლეს გადასცემს საქმეს განსახილველად, დაასაბუთოს, კანონმა უნდა დაადგინოს წინასწარ კრიტერიუმები და თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ იხელმძღვანელოს ამ კრიტერიუმებით. ეს არ არსებობს დღეს. თავმჯდომარე უბრალოდ თავისუფალია ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. თავმჯდომარეს აქვს ძალიან ფართო უფლებამოსილება, რომ მაგალითად სპეციალიზაცია შეუცვალოს მოსამართლეს.
გადაიყვანოს ერთი კოლეგიიდან სხვა კოლეგიაში, ან სასამართლოს ერთი შემადგენლობიდან სხვა შემადგენლობაში. ესეც ისევე როგორც საქმეთა განაწილება უნდა იყოს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე და გამჭვირვალე პროცედურით. გამჭვირვალე პროცედურა გულისხმობს, რომ რაღაცა მიზეზი უნდა არსებობდეს ობიექტური გარემოება და ეს გარემოება უნდა იყოს ცნობილი, რაც თავარია. მსგავს რამეს კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს, უფრო მეტიც დღევანდელი კანონმდებლობით სისხლის მოსამართლემ შეიძლება განიხილოს სამოქალაქო საქმე, სამოქალაქოს მოსამართლემ ადმინისტრაციული მოქალაქის უფლებები ირღვევა თუ არა? ირღვევა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ირღვევა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა პირდაპირ, იმიტომ რომ თქვენ იღებთ არაკვალიფიციურ მოსამართლეს. არაკვალიფიციური მოსამართლე, ანუ კომპეტენტური მოსამართლე არის სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, რომ ადამიანის უფლებაა მისი საქმე განიხილოს კომპეტენტურმა მოსამართლემ. ეხლა შეიძლება პირველ ინსტანციაში თუ იხილავს არაკომპეტენტური მოსამართლე, თქვათ დავრჩეთ მეორე ინსტანციის იმედად და აპელაციაში დაველოდოთ უფრო კომპეტენტურ მოსამართლეს, მაგრამ არსად არც ერთ ინსტანციაში არ არის ასეთი ცვლილებები შეზღუდული და პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც საქმეებს სისხლის სპეციალიზაციაში დანიშნული მოსამართლეები, რომლებსაც გამოცდაც კი სისხლის მიმართულებით აქვთ ჩაბარებული, იხილავენ თქვათ სხვა კატეგორიაში საქმეებს და ასე შემდეგ. ანუ გამოდის, რომ არც ერთ ინსტანციაში გარანტირებული არ არის ადამიანი, რომ მის საქმეს განიხილავს კომპეტენტური მოსამართლე. 21 საუკუნეში განვითარებულ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ვისარგებლოთ უვიზო მიმოსვლის, მნიშვნელოვანი არის თუ არა ის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა დასრულდეს, თუნდაც მეოთხე ტალღის რეჟიმში, ან მეხუთე, ან მეექვსე, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება დღეს არის მზად იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები, რაც არის სასამართლოს მიმართ, რაც ალბათ ჩრდილს აყენებს ქვეყანას, ხდება არაერთ საერთაშორისო ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი. გააკეთებენ ამ რეფორმას. თქვენ ჩამოაყალიბეთ გარკვეული თეზისებად, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს და რა არის პრობლემა. პრეზიდენტმაც ნაწილი თქვენი შენიშვნების გაითვალისწინა თუ სრულად არა და დაადო ვეტო ამ ცვლილებებს მესამე ტალღას, რომელიც განხორციელდა. თუმცა მაშინ უმრავლესობამ უპასუხა სამწუხარო პრეზიდენტის ვეტოს და თქვა, რომ ვეტოს დაძლევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად ეს მესამე ტალღა არის ნამდვილად უზრუნველყოფა იმისა, რომ სასამართლო კიდევ უფრო გაუმჯობესდება და გაჯანსაღდება. როდესაც ხელისუფლებას აქვს ასეთი დამოკიდებულება, საზოგადოებამ რა ივარაუდოს, ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი თუ უმრავლესობა? დიახ, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან ბევრჯერ გატარდა უკვე რეფორმა, ხო, სასამართლო სისტემის ამ ხელისუფლების პირობებში, აი, ფაქტობრივად 4 წლის განმავლობაში 3 რეფორმა განხორციელდა. ავედით წინ თუ დავბრუნდით უკან? წინ დიდად ვერ წავედით სამწუხაროდ. ანუ პრობლემა რა ქონდა ამ რეფორმებს? არ არსებობს სისტემური მიდგომა მართლმსაჯულებაში, სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელების მიმართ. მაგრამ ეს შესაძლებელი ყოფილა, იმიტომ რომ დღეს არსებობს კომიტეტი სპეციალური იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმატში შექმნილი, რომელშიც შედის თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციები და ასე შემდეგ და იშველიებს ეს კომიტეტის უცხოელი ექსპერტების დახმარებას და იწერება სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგია. ეს უნდა გაკეთებულიყო ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ არასოდეს სამწუხაროდ არც წინა ხელისუფლებას და არც ამ ხელისუფლებას ნება სისტემური მიდგომისა არ გამოუვლენია. ამას მეტყველებს ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებიც, რომ რეალურად სახელმწიფოს მმართველ ხელისუფლებას არ აქვს ნება სასამართლო სისტემის რეალური რეფორმის და რეალურად დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნება რომ არ გააჩნია, ამაზე ძალიან ბევრი გარემოება მეტყველებს. თუნდაც მარტო თავმჯდომარეების საკითხი რომ ავიღოთ. რა მოხდა წლების განმავლობაში თავმჯდომარეებთან დაკავშირებით? 2013 წლის მაისში სასამართლოების თავმჯდომარეებს სწორედ ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით აეკრძალათ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ანუ სასამართლოს თავმჯდომარე თავის სასამართლოში უკვე არის ფიგურა და პარალელურად ის უფლებამოსილი იყო, რომ საბჭოდანაც ეკონტროლებინა და გავლენა ჰქონოდა რაღაც გადაწყვეტილებებზე სასამართლო სისტემაში. ეს აიკრძალა 2013 წლის მაისში, თუმცა აი ახლა 2017 წლის იანვარში რომ იქნა, უბრალოდ თებერვალს იქნა მიღებული ბოლო ცვლილებები, ასე ვთქვათ, რეფორმა დაერქვა ამას, თლათ ვერ ვუწოდებთ რეფორმას, მაგრამ მესამე ტალღის ცვლილებები
ეს ცვლილება კვლავ შემოვიდა ეს წესი და დღეს სასამართლოს თავმჯდომარეებს შეუძლიათ აღარ ეკრძალებათ იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ანუ სადაც წინ ვიყავით წასული, იქაც ცოტა არ იყოს უკან დავიხიეთ, ასე გამოდის და ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, არათუ სისტემური მიდგომის, არამედ ადრე გაჯანსაღებული და გაუმჯობესებული სიტუაციის, თქვათ, თუნდაც შენარჩუნების კუთხით. პრეზიდენტის ვეტოც ეხებოდა სწორედ ამ საკითხსაც, მათ შორის, რომ ამ მხრივ უარესდებოდა მდგომარეობა, სამწუხაროდ თან ფორმა როგორც ეს მოხდა, ხო? საერთოდ არ იყო მესამე ტალღის ცვლილებების პროექტის დონეზე, როცა არსებობდა მესამე ტალღის ცვლილებები, იყო, ასე ვთქვათ, განხილვის პროცესი, ხო? საჯარო განხილვაც მიმდინარეობდა ამისი, ჩვენ გვქონდა საშუალება ყოფილიყავით ჩართულები რაღაცა დოზით, მაგრამ ეს კონკრეტული ცვლილება გაჩნდა პარლამენტში ამ კანონპროექტების მეორე და მესამე მოსმენით მიღებებს შორის პერიოდში. ეხლა წარმოიდგინეთ, საერთოდ არ გამხდარა საჯარო, საერთოდ არ ვიცოდით არავინ, რომ ეს საკითხი იდგა. ეს იცოდა თქვენმა ყოფილმა თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა. აუცილებლად მინდა გკითხოთ, თქვენც ეხლა საუბრობთ აქ და როდესაც არასამთავრობო სექტორის პოზიციიდან საუბრობს ესა თუ ის პირი არის გაცილებით მწვავე ყოველთვის, ვიდრე როდესაც დაინიშნება თანამდებობაზე. პრეზიდენტის ვეტოს დროს მან განაცხადა, რომ ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ სასამართლო სისტემის რეფორმის ეგრეთ წოდებულ მესამე ტალღის ცვლილებების პროექტი, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება, არის მართლმსაჯულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი. ამ ცვლილებების დროულად მიღებას ელოდება და ამისკენ მოუწოდებს პარლამენტს სრულიად საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის შიგნით. ამ ცვლილებები ამ მესამე ტალღისკენ იყო საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებაც თუ მესამე ტალღას მისი პოზიციაც მინდა გკითხოთ ასევე ის არის ხელისუფლებაში მან კარგად იცის ადამიანის უფლებებს რა ფასი აქვს ქვეყანაში და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. თუ გაქვთ მასთან კომუნიკაცია და თუ გადიხართ გარკვეულ საკითხებს კონსულტაციის დონეზე, შეხვედრების დონეზე და რამდენად იცვლება გზა არასამთავრობო სექტორიდან საპარლამენტო უმრავლესობამდე. ხო, სამწუხაროდ ეხლა კონკრეტულად თამარ ჩუგოშვილის პოზიციებზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ გვაქვს მასთან ხელისუფლებაზე. გვაქვს მასთან კომუნიკაცია, მხოლოდ აი საჯარო შეხვედრების ფორმატში, როდესაც თქვათ ამა თუ იმ ფორმატში ვხვდებით და განვიხილავთ თუნდაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა სახის კონსულტაცია ვერ გვექნება. სამწუხაროდ ხო, მესამე ტალღას იყო ეს რასაც ელოდა მთელი მსოფლიო და საქართველო. მხოლოდ ალბათ ერთ ან ორ საკითხში. თავიდან თავდაპირველად მესამე ტალღა გაცილებით უფრო უკეთ გამოიყურებოდა, ასე ვთქვათ, ვიდრე საბოლოო ჯამში მივიღეთ. შესაძლოა ეს ველი განცხადება თავდაპირველად, როდესაც კარგად გამოიყურებოდა, შესაძლოა მაშინ გააკეთა ქალბატონმა თამარმა. შესაძლოა უკვე პრეზიდენტის ვეტოს შემდეგაც ყოფილიყო. თუმცა არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. მთავარი არის ის, რომ მესამე ტალღა ითვალისწინებს საქმის განაწილების შემთხვევით პრინციპს. ანუ თავმჯდომარეების უფლებამოსილება ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, შეიკვეცება წესით, მაგრამ ეს ჯერ არ მოხდება. ეს უნდა მომხდარიყო საპარლამენტო არჩევნებამდეც კი, ჩვენ ვითხოვდით ძალიან აქტიურად, რომ საქმის განაწილების წესი, არსებული წესი ანბანურიდან შემთხვევით განაწილების პრინციპზე გადასვლა მომხდარიყო სწორედ არჩევნებამდე. თუმცა ძალიან გაიწელა მესამე ტალღა, ვიცით რომ 2000 ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში იყო ინიცირებული პარლამენტში ეს კანონპროექტები. პრინციპში დროულად რომ მომხდარიყო ამის მიღება, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა შემთხვევითი განაწილების პრინციპზე გადასვლა არჩევნებამდე და ჩვენ ამდენი კითხვის ნიშნებით არ შევხვდებოდით საარჩევნო პროცესს. ახლა ამ მიმართულებითაც გვაქვს კითხვები, რომ ამ საარჩევნო პროცესში და საარჩევნო დავები რამდენად სწორად ნაწილდებოდა მოსამართლეებს შორის, ხო? ამიტომ კარგია, რომ მესამე ტალღა შეიცავს საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპს, შემოიღებს ამ პრინციპს, მაგრამ ეს საჭიროებს მეოთხე ტალღას რეფორმა. ხო, ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი საკითხი, რასაც არ სჭირდება დამატებით გაუმჯობესება და გაჯანსაღება, უბრალოდ ეს არის კარგად ასამუშავებელი და ასამოქმედებელი, ეს ერთი წლით არის გადავადებული, ჯერ არ ვიღებთ რეალურად ამას, მაგრამ გვეუბნებიან, რომ პილოტურ რეჟიმში მოკლედ გადავა სასამართლო სისტემა იქნება დაპირება. აუცილებლად უნდა გითხოთ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით და მათი მუშაობა, როგორ ფიქრობთ თქვენ ამ მიმართულებით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პრობლემა?
ხო. ეხლა რა გვაფიქრებინებს? გარკვეულწილად ვისაუბრეთ, თუმცა აი დეტალურად მინდა სწორედ აი ამ ხო, თავმჯდომარეების კონტექსტში რო ვთქვათ, მაგალითად რა გვაფიქრებინებს ჩვენ იმას, რომ თავმჯდომარეები არიან შუალედური რგოლი სასამართლო სისტემაში, რომლის მეშვეობითაც იუსტიციის საბჭო შეიძლება ახორციელებდეს ზეწოლას ან გავლენებს მოსამართლეებზე და ზოგადად სასამართლო სისტემაზე. თავმჯდომარის დანიშნის წესი ფაქტობრივად არ არსებობს. ანუ როგორ ინიშნება თავმჯდომარე? ჩვენი კანონმდებლობით არ არსებობს, არ არის დადგენილი კრიტერიუმები, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლე, რომლის გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე, არ არსებობს პროცედურა, მაგალითად, როგორ უნდა დააყენო თავმჯდომარის კანდიდატურა, ვინ შეიძლება განიხილებოდეს თავმჯდომარის თანამდებობაზე და ასე შემდეგ. უბრალოდ წერია კანონში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარეს. ეს ასეც ხდება პრაქტიკაში, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელია მთელი პროცესი. ჩვენ ვაკვირდებით, ვამონიტორინგებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომებს და წელს იყო ეს პროცესი წარიმართა, ყოველ წელს არ არის ხოლმე თავმჯდომარების დანიშვნის საჭიროება, წელს გქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა პრაქტიკაში, როგორ გამოიყურება თავმჯდომარის დანიშნის პროცესი საბჭოში. გამოიყურება ასე. საბჭოს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მაგალითად ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში ინიშნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი სასამართლო მთელ ქვეყანაში. საბჭოს მდივანმა ლევან მურსიძემ დაასახელა კონკრეტული მოსამართლის კანდიდატურა და საბჭოს წევრებმა დაუჭირეს მხარი. დასაბუთება არ ყოფილა აბსოლუტურად არავითარი. უბრალოდ ერთი წინადადებით თქვა საბჭოს მდივანმა, რომ ამ ადამიანს აქვს მოსამართლეობის დიდი გამოცდილება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სხვა მოსამართლესაც აქვს მოსამართლეობის დიდი გამოცდილება. ანუ ეს არ იყო საკმარისი დასაბუთება. და შემდეგ კენჭი უყარეს და დანიშნეს თავმჯდომარედ ის, ვინც დღეს არის თავმჯდომარე. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებიც ამას გვეუბნება, რომ უნდა არსებობდეს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს შერჩევა თავმჯდომარეების. და მას, ანუ ეს კრიტერიუმები უნდა ამოწმებდეს ამ პიროვნების მზაობას და მის უნარს განახორციელოს მენეჯერული საქმიანობა. თქვათ, რომ ლევან მურუსიძეს მოუნდა და დანიშნა, ან თუ კი შეკითხვები არ იყოს ხდომაზე დაუშვათ შეკითხვები არ დაუსვეს, არ განიხილეს. ეს არის თუ არა უკვე პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პირის, რომელიც საბჭოს შემადგენლობაში შედის, თუ მათ არ უჩნდებათ სურვილი, რომ შევიდნენ დეტალებში და გაარკვიონ, ვინ იქნება ხელმძღვანელი საქალაქო სასამართლო იქნება თუ სხვა. მოდით, ნუ დავკონკრეტდებით კონკრეტულ სასამართლოზე. დიახ, სულ ცოტა რაც შეიძლებოდა საბჭოს წევრებს გაეკეთებინათ, არის ის, რომ დაესვათ კითხვები, რატო ვიხილავთ მაინც და მაინც ამ პიროვნების კანდიდატურას და არ ვიხილავთ სხვას, რატომ არ გვაქვს არჩევანი მაგალითად, ხო? ანუ რატომ საიდან მოვიდა ეს კანდიდატი საერთოდ, ანუ უბრალოდ მომაგონდა და ვთქვი სახელი და გვარი თუ ანუ რა მექანიზმებით დადგა მისი კანდიდატურის განხილვის საკითხი საბჭოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ფაქტობრივად საბჭოს არჩევანი არ ჰქონდა, მაგრამ მას ამაზე ხმა არ მოუღია. ასევე კი ბატონო, თქვა განვიხილავ ერთ კონკრეტულ კანდიდატს, მაგრამ არ ვამოწმებ არავითარ მის თვისებას, რეალურად ის შეძლებს თუ არა და რატომ რა მაფიქრებინებს ამას, რომ ის შეძლებს თავმჯდომარის ფუნქციის შესრულებას. ამას ხელს უწყობს ძალიან ხარვეზული კანონმდებლობაც და ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საბჭოს არ სჭირდება რეალურად კარგი კანონმდებლობა იმისთვის, რომ კარგად შეარჩიოს თავმჯდომარეები. მას შეუძლია კარგი პრაქტიკა დაადგინოს, მაგრამ არც ამას არ აკეთებს. საბჭოს შეეძლო თვითონ განესაზღვრა მაგალითად კრიტერიუმები, თვითონ დაედგინა პროცესი, რომელიც მაგალითად იქნებოდა ასეთი, რომ იმ სასამართლოს ყველა მსურველ მოსამართლეს მისცემდა შესაძლებლობას, რომ დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა, საბჭოსაც მეტი შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო დიდი არჩევანი ექნებოდა და უფრო გამჭვირვალე პროცესს შექმნიდა, მაგრამ არც ამის ნება არ აღმოჩნდა. თქვენი ხარაზე საუბრობთ, მოსმენელიც ალბათ ვინც გვისმენს, უიმედ განცდა ექნება, იმიტომ რომ საბჭო კონტროლირებადია, თავმჯდომარე კონტროლირებადია, აზრი სასამართლოს მიუმართოთ, თუ ეს არის უბრალოდ იმიტომ, რომ არასამთავრობო სექტორს უნდა უფრო მეტად დახვეწილი იყოს. არის რაიმე პოზიტიური, მოდით პოზიტივი დავამთავროთ, სულ ნეგატივზე რო არ ვისაუბროთ.
პოზიტიური იყო რამე ამ რეფორმაში, რამაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დაუშვათ სასამართლოს გააჯანსაღების კუთხით. ზოგადად მესამე ტალღაში ზოგადად პირველ, მეორე, მესამე და მეორე პოზიტიური იყო ბევრი. იყო მაგალითად პოზიტიური ის, რომ სასამართლო დარბაზები გაიხსნა მედიისთვის და ამაზე ხშირად აპელირებს ხელისუფლება და ეს თავის ძალიან დიდ დამსახურებად მოაქვს და რა თქმა უნდა ასეც არის. პოზიტიური არის ის, რომ როგორც ძალიან ბევრი წლების შემდეგ, მაგრამ როგორც იქნა გვაქვს კანონით გათვალისწინებული საქმეთა შემთხვევითი პრინციპით განაწილების წესი, მართალია გადავადებული ამოქმედება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამოქმედება მალე. პოზიტიური არის ის, რომ ასევე მესამე ტალღით არის შემოღებული მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის კრიტერიუმები, იქაც არის პრობლემები და ჭირდება დახვეწა, მაგრამ საერთოდ არ გვქონდა მოსამართლეთა შერჩევა დანიშნის კრიტერიუმები და ეს გვაქვს. ახლა კარგია, ექვემდებარება გასაჩივრებას. მოსამართლეს, რომელსაც უარი ეთქმება დანიშნაზე, შეუძლია გაასაჩივროს უზენაეს სასამართლო საკვალიფიკაციო პალატაში ეს გადაწყვეტილებას საბჭოსი. ანუ რამდენიმე ასეთი პოზიტიური ასპექტი არის, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს არის ფრაგმენტული. არ არის მიდგომა სისტემური, არ არის გამოვლენილი პრობლემები, რომელსაც უნდა უპასუხოს რეფორმამ. კარგი იქნებოდა, რომ პირიქით მომხდარიყო ჯერ შევთანხმებულიყავით იმაზე, რა არის პრობლემა სასამართლო სისტემაში და შემდეგ უკვე ერთიანად, ასე ვთქვათ, სისტემური მიდგომით შეგვეტანა კანონმდებლობაში ცვლილებები. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ბუნებრივია ვერ ამოვწურავთ ერთ გადაცემაში ამ თემას და იმეც ვიტოვებ, რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრებით და დარწმუნებულია შესაძლოა დაიწყოს გარკვეული ცვლილებები, არასამთავრობოს მხრიდან დაისვას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა და ჩვენ მზად ვართ, რომ დაუთმოთ ამ თემას ჩვენი გადაცემა და ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმა იქნება თუ თავმჯდომარის არჩევა, დანიშვნის წესი და უფლებამოსილებები, რა უფლებამოსილებების დღეს სარგებლობენ. მე წარმატებებს გისურვებთ, მსმენელს კი ვემშვიდობები უკვე მომავალ ოთხშაბათამდე. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება?